გამარჯობათ, დავამზადეთ აი ეს სამზარეულო და ეხლა ეტაპობრივად აგიხსნით რა ელემენტებია გამოყენებული და რატომ არის ესეთი ლამაზი. დაწყება, ანუ ვიტრინით დაწყება დამერწმუნებით ძალიან ლამაზია და ასევე გვაქვს ჩაფრეზილი განათება. გამოყენებული გვაქვს 6 მმ-იანი შუშის თაროები. აქეთ გვაქვს ჩაშენებული მაცივარი, რაც აი ესეთ სტუდიო ტიპის სამზარეულოს ძალიან უხდება. ასევე არის ჩამონტაჟებული ჭურჭლის მანქანა, რასაც მოძდებს აი და კიდე რას ვიტყვი, ანუ აქ კომენტარებში ბევრი მიწერს ხოლმე, რომ ჭურჭლის მანქანა მარცხნივ უნდა იდგეს თუ მარჯვნივ უნდა იდგეს. ეს როგორ არის? ადამიანს როგორ უხერხდება. ერთი მაგაზია დამოკიდებული, რომელ მხარეზე უფრო კარგად მუშაობს. ასევე მეორე დამოკიდებულება იმაზეა, რომ როგორ აგვაქვს ადგილი, მოცემულობა საით შეგვიძლია ჩავაყენოთ. ეხლა ჩემთვის მარჯვნივ უკეთესია, მაგრამ ვიღაცთვის მარცხნივ არის უკეთესი. ასევე გვაქვს ზედაპირი გამოყენებული მესგამძლე 4 სმ სისქის და აქ ვინაიდან და რადგანაც არ გვინდოდა რომ ეგრეთ წოდებული სლივი ანუ პლინტუსი გამოგვეყენებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ ესე ჯერ აიწყო სამზარეულო და შემდეგში უკვე გაეკრება გრანიტი და აღარ იქნება პლინტუსის საჭიროება. ასევე ეს სამზარეულო მაქსიმალურად არის დატვირთული უჯრებით. აი თქვენ თორაც ხედავთ რამდენი უჯრა გვაქვს გამოყენებული. აი ესენი არის სულ უჯრები. და საკმაოდ ღრმა უჯრები, რომელზეც გამოყენებული არის უჩინარი რბილი დახურვის სავლელები. აქ დიზაინის გამო გამოყენებული გვაქვს და ასევე ძალიან კარგი და პრაქტიკული არის შავი უჟანგი usახელო სპეციალური პროფილი, როგორც მაღლა, ასევე უჯრებს შორის. აი ესთანაირად გვაქვს გამოყენებული. აქეთ ხვალეს გვაქვს ჩაშენებული საცხობი. საცხობის თავზე მოხმარებელმა ესეთაირად მოინდომა, რომ მიკროტალღური შიგ კარადაში მინდა იყოს, რომ არ გამოჩნდეს გარედან და ჩავსვით შიგნით კარადაში. ზედა კარადები ანტრესორი გადაყოლებულია თავიდან ბოლომდე. სხვა რა შემიძლია გითხრათ? ეხლა აქ სიტუაცია გქონდა, რომ მაღლა არის, ნახეთ, ეს კარადები ცოტა პატარები გვაქვს აკეთებული იმის გამო, რომ უკან მთელ სიგრძეზე გაზდევს რიგელი. კამერამენ, ვაჩვენოთ აი რას გულისხმობ. აი ეს სიტუაცია რაც აქეთ ჩანს ეხლა. აი ეს თემა არის მოტეხილი მთლიანად უკვე ანტრესორმა მოგცა ამის საშუალება, რომ გარედან რო უყურებთ სამზარეულოს, აღარა ჩანს, რომ აქ გამოყენებული არის ან რიგელი, ან კოლონა, ან ესეთი ზედმეტობა და მთლიანობაში რო უყურებთ სამზარეულოს, მე პირადად ძალიან მომწონს, როგორც ფერთა შეხამება, ასევე განლაგება და აი ამ სტილის სამზარეულოს სიამოვნებით შევთავაზებდი ნებისმიერ ჩემ მომხმარებელს, რომ აი ესეთნაირად გაეწყო სამზარეულო. მაღლა რა გვაქვს ეხლა? ჩვეულები სათავსოებია, 2 რიადი გამოყენებული. გამწოვი არის ამოსაკრავი, ეს მერე შეიფუთება და ბევრად ლამაზად იქნება. ძირში არის ჩაფრეზილი განათება, რომელიც მუშაობს სენსორზე, touch სენსორზე, საით აქვს ჩაყენებული. აი აქ. ანუ აქედან ხელის მიდებით ინთება. სხვა რა შემიძლია გითხრათ? თხოვნა მექნება, ვიც აქამდე მოხვედა ბოლომდე უყურეთ ჩემ ვიდეოს, შეგიძლიათ უბრალოდ გამოიწეროთ, სტიმული მომცეთ, რომ მსგავსი სტილის ვიდეოები გავაგრძელო ამების კეთება, გაჩვენოთ, რასაც ვაკეთეთ, ვაწარმოებთ ეს პატარ-პატარა დეტალები, ნიუანსები, როგორც ხელოსანს გამოგადგებათ, ასევე დაინტერესებულ პირს, რა თქმა უნდა, გამოადგება. და ნუ ეს არის რა, ნუ აქ კამერამენმა მიმითითა, რომ სავენტილიაციო არხი აუცილებელია დატოვილი იყოს და არის ჩაფრეზილი და ამას გარდა თვითონ მაცივრის უკან სივრცე არის დატოვილი, საიდანაც უკვე შემდგომში
ჰაერმა უნდა მოახდინოს გაწოვა, იმიტომ რომ მაცივარის უკანა მხარე ცხელდება და ჰაერმა თუ არ იმოძრავა, შესაბამისად ეს ჩაშენებული მაცივარი სხვა შემთხვევაში გადაიწვება. დანარჩენს უკვე სრულიად რომ დამთავრდება ეს ბინა, სრულ ვიდეოს მე შევკრავ და გაჩვენებთ. მადლობა ყურადღებისთვის.